მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევით დღეს ზუგდიდის ქუჩების კურთხევა დაიწყო. მამა ფრიდონ ასათიანმა ამ დღესთან დაკავშირებით რუსთაველის ქუჩაზე ლოცვა აღავლინა და ივერის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი დააბრძანა, რომელიც ათონელმა ბერებმა შეასრულეს. დღევანდელ ლოცვა კურთხევას რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლები ეკლესიის მრევლთან ერთად ესწრებოდნენ. მამა ფრიდონ ასათიანის განმარტებით ხატი ერთი კვირა დარჩება ქუჩაზე და ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა ხატი დააბრძანოს სახლში. ამასთან მიიტანონ მოსახსენიებლებიც. ეპარქიაში მაქვს მისია, რომ ფაქტურად მისიის და ევანგელიზაციის უნდა გაუძღვე ღვთისმსწავლობი თვითშეწინებით თქვენი თანადგომი და იმედი მაქვს, რომ უფალი შეისმეს ჩვენოდრობას და მართლა დიდი სიხარული არის, დიდი ბედნიერება არის, რომ ესე იგი დაილოცება ქუჩები, დაილოცება ოჯახები, სოფლები. რა ვიცი, ამაზე უფრო დიდი რა უნდა იყოს და ძალიან მიხარია, შინაგანად მიხარია და მე ვფიქრობ, რომ ესე იგი კიდევაც უფალი მოგწევს მოვლენს სიხარულს. ერთმან ინებას მშვიდობა და ბედნიერება. მეუფის ლოცვა კურთხევით მეუფემ აკურთხა მამა ფრიდონი, რათა მოელოცა ზუგდიდის ყველა ქუჩა და უფლის განგებით ჩვენს ქუჩას ერგო პირველი ეს დალოცვა და მადლობა უფალს, მადლობა დედა ღვთისმშობელს, რომ ჩვენს ქუჩაზე მობრძანდა პირველი. და ასეთივე დალოცები იქნება სხვა ქუჩებშიც. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევით ივერის ღვთისმშობლის ხაზს ქალაქის ყველა ქუჩაზე და ყველა სოფელში მიიტანენ.